გამარჯობა ჩემო მეგობრებო. მე დღეს ვიმყოფები თურქეთში, კერძოდ ხახულის ეკლესიაში და ასე უნდა მოვიარო ჩვენი ძველი ქართული მიწები და ეკლესიები. ასევე მაქვს გეგმაში შევხვდე ჩვენს გურჯებს, ჩვენებურებს და ნახოთ როგორი შეხვედრები გამოგვივა. ასე რომ ნახოთ როგორ ჩაივლის ჩვენი ვიზიტი. მე მქონდა ეს უცნება რომ მომხდარიყავი ამ ადგილებში და ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრა რომ შეგიძლია წამოხვიდე და მოგანურიებთ, ნახებთ ქართულ მიწებს და ეკლესიებს. ეს გახლავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი თამაზ ფუტკარაძე, რომელზედაც მე მას დიდ მადლობას მოვუხდი ასეთი ტურისთვის. წამოიყვანა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სტუდენტები და გამოვყევი მეც. მადლობა ბატონ თამაზ ფუტკარაძეს. ჩვენ ვიმყოფები ისტორიული ტაორის ტერიტორიაზე ხახულის მონასტერთან, რომელიც აგებული არის ბაგრატ დავით ურაფალაძის და ბაგრატ მესამის პირობებში 970-1001 წლებში. ეს არის პრაქტიკულად ბაგრატიონების შემოქმედებითი ამბიციის გამოხატულება, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული დაწინაურების სიმბოლო, ასკეტური ცხოვრების ეპიცენტრი იყო ეს ტაძარი, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი პიროვნებები, მათ შორის გიორგი მთაწმიდელი, დავით და იოანე ხახულელები. აქ იყო ოქრობჭედლობის სკოლა, აქ იყო მწიგნობრობის სკოლა. აი ეს ნაწილი რო არის, ეს ნაწილი წარმოადგენდა სასწავლო დაწესებულებას, აკადემია და სემინარია. ეს ტერმინი ცოტა გვიან ჩნდება სასწავლო დაწესებულებას, სადაც ეუფლებოდნენ უმაღლეს განათლებას. აქ იყო დაცული ხახულის ცნობილი ხატი, რომელიც დავით აღმაშენებლის პირობებში, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის პერიოდში გადასვენებული იქნა გელათის მონასტერში. Blurgam tin aplamurano das kan